ხშირად იციან ხოლმე თუ ღმერთმა იცოდა რაღაცებს, ბრძნობენ რომ იქ ადამი იმას შეჭამდა რატო. როგორ უნდა გაზრდილიყო ადამიანი? ადამი როგორ უნდა გაზრდილიყო? თუ არაპიროვნული არჩევანის მიერ შეიქმნა ის სრულყოფილ არსებად. ხატება და მსგავსება ღვთისა. მაგრამ არაფრიდან იქნა მოყვანილი. ფილოსოფიურადაც შეიფიქროს ადამიანმა, ღმერთი არის და მეორე ღმერთი ხო ვერ იქნება არსობრივად ღმერთი. შეიქმნა ქმნილება გონება მიუწვდომლად, ქმნილება ღმერთი ხდება მადლით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ის უნდა გაიზარდოს და რადგან ღმერთად უნდა გაიზარდოს და არა ცხოველად, ამიტომ ეს მისი არჩევანი უნდა იყოს და გონიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ეს გონიერი გადაწყვეტილება. და ამიტომ, როდესაც ადამიანს ღმერთმა ცნება მისცა, აქ სწორედ ეს ორი რამ იყო, მისი გონიერი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, გაეცნობიერებინა, რომ ღმერთმა შემქმნა საოცარ ბედნიერებაში და ადამი გონება მიუწვდომელ ნეტარებაში და ბედნიერებაში იმყოფება, ცოლით შეუქმნა, რომ მარტო არ ყოფილიყო, ეს ცოლი მისი არსება იყო, მისი ნეკნიდან, ანუ მისი ბუნების იყო და იყვნენ მოკლედ ბედნიერად, მაგრამ ეხლა უნდა გაიზარდოს ადამიანი. მაგრამ ეს მისი არჩევანი უნდა იყოს და მისი გონიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს და აი აქ ხედავთ, რომ რა მოყვა ადამიანის არაგონიურულ გადაწყვეტილებას. უბრალოდ მისი მოაზროვნეობითი გადაწყვეტილება იყო ესა, აზროვნებითი გადაწყვეტილება, მაგრამ არასწორი. ვის უჯერებ? ვის უჯერებ? როცა ღმერთი გყავს, ვის უჯერებ? და დაუჯერა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეხლა ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით, გამოცხადებით. მოსეს ღმერთმა აუწყა და მოსემ გვაუწყა ჩვენ. ჩვენ გვწამს, იმიტომ რომ ეს რწმენა ღმერთმა მოგცა და რწმენით ხედავთ იმას, რასაც რწმენის გარეშე ვერ დავინახავთ. რწმენა ეს არის ხედვის შესაძლებლობა. იმის ხედვის შესაძლებლობა, რისი ხედვაც არათუ ფიზიკური თვალით არის შეუძლებელი, არამედ ადამიანური ინტუიციითაც შეუძლებელია. საერთოდ აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგრამ რადგან ჩვენ ღვთის მსგავსნი არსებანი ვართ, ამიტომ ჩვენ გვაქვს კიდე შემეცნების სხვა უნარის, რომელსაც რწმენა ქვია, ეს ჩვენი გონების შემადგენელი ნაწილი, ანუ შემეცნების უნარის შემადგენელი ნაწილია და ჩვენ ვიცით ეს, რაც მოხდა 60-ში. რა აუცილებელი იყო ამის ცოდნა? ხო შეიძლება არ დაწერილი იყო ან არა. ყველაფერი რაც დაიწერა, ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა, როგორც დიდი პავლე ამბობს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს სამაგალითოა, აი როგორ შეიძლება, რომ გონიერი არსება არაგონივრულად იყენებდეს თავის უმთავრეს უნარებს, თავისუფლებას და მოაზროვნეობას, ადამიანის მაგალითზე რა დაემართა ადამს.